ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ამავე ცენტრის ბაზაზე მოქმედი სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივით გაიმართა დისკუსია თემაზე მარტოხელა დედები საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია და სოციალური რეალიზაცია. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა ინიციატივები და პროექტები ხორციელდება მარტოხელა დედების მხარდასაჭერად და რა ხარვეზები არსებობს. ჩვენ დღეს იმიტომ შევიკრიბეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები იმისათვის რომ მარტოხელა ქალების მხარდაჭერა მოვიპოვოთ, იმისათვის რომ შევქმნათ რაღაც სოციალური დაცვის გარანტიები, მანამ სანამ ეს ქალბატონები მიიღებენ მარტოხელა დედის სტატუსის ტარების უფლებას. სტატისტიკა არ არსებობს თუ რამდენი მარტოხელა დედა არსებობს ქვეყანაში, რამდენი მარტოხელა დედა ცხოვრობს ქვეყანაში. ამის სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომ 2012-2013 წელს 30,000 ქალბატონმა საკუთარ გვარით, საკუთარ გვარზე გამოიყვანა ბავშვი სამშობიარო სახლიდან. ეს არის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომ ესეთი ქალბატონები არსებობენ, ესეთი ქალბატონები ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, მაგრამ მათი სამართლებრივი დაცვა, მათი სოციალური დაცვა არ ხდება, იმიტომ რომ სტატუსი არ არსებობს, სტატუსი ვერ იცავს ამ ქალბატონებს, ამიტომაც არ ხდება მათი დაცვა სამართლებრივად. ასე რომ ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ნება არსებობს უკვე, რომ იმსჯელონ ამ საკითხზე და ის პრობლემა, რომელიც არის, უნდა გადაიჭრას. შეხვედრის მიზანია იმ პრობლემების წინ წამოწევა, რომელსაც აწყდებიან მარტოხელა დედების საზოგადოებაში და მეტი მხარდაჭერის მიზნით შესაძლო საპროექტო იდეების გენერირება, არსებული რესურსებით და გათვალისწინება თვითმმართველობის ადგილობრივ ბიუჯეტში, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა მარტოხელა დედების მხარდაჭერის პროცესში და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება საკითხთან მიმართებაში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ამ საკითხზე მომუშავე შესაბამისი საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა.